გამარჯობათ მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ხევსურული სქემების ქსოვას და ეს არის უკვე მეორე სქემა. ვისაც აინტერესებს არის ამის წინა ვიდეოც ნახეთ. ჩვენ ვსწავლობთ თან სქემის წაკითხვას. წინა ვიდეოში ავხსენი ეს პირველი რიგი საიდან მოვიდა, აი ეს რო შევცვალეთ, გვსოვთ წინდას შევცვალეთ ფერი და პირველი რიგი სხვა ფერის მოვგვსოვეთ ეს. შემდეგ იგივე რაც არის ფონი, ცარიელი უჯრები ნიშნავს, რომ იგივე ძაფით იქსოვება ეს შემდეგი რიგი და მოვგვსოვეთ ეს. აღარ გავიმეორებ იგივეს ერთი და იგივე, რადგან ვისაც აინტერესებს და ვინც მოყვება ამ ვიდეოებს, ნახავს წინა ვიდეოში როგორ დავიწყეთ და ახლა ორი რიგი გვაქვს უკვე მოგვსოვილი, ახალი ფერი ჩავამატეთ და შემდეგ უკვე მეორე რიგიც მოვგვსოვეთ იგივე. ახლა ვიწყებთ უშუალოდ სქემას და ნახეთ. თან ვსწავლობთ კიდევ ამბობ სქემების წაკითხვას. ერთი უჯრა არის ერთი თვალი და ეს ორი უჯრა ორი თვალია და ნიშნავს იმას ცარიელი როა, რაც არის ფონი, ის ფერი ამოყვავს თვლები და აი ეს არის ხო დასაწყისი, ავთვჟეთ თქვათ, აი დასაწყისი ნაპირი. ერთი ორი თვალი იქსოვება ძირითადი ფონის ერთ ფერში და შემდეგ მოდის უკვე აი რა ფერიც მოვგვსოვეთ ეს. ჩემ შემთხვევაში არის თეთრი უკვე ჩამატებული, ესე იგი ლურჯზე ვგსოვ თეთრი ფერით. ეს რაც ჯვრებია აქ მოცემული და ჩახაზული, ამ შემთხვევაში მე თეთრი ფერით ვგსოვ ამას. აქ უნდა ჩავამატო ერთი თვალი, ერთ უჯრაში ეს ერთი ძალია და ერთ თვალს თეთრს ჩავამატებ. შემდეგ 1 2 3 თვალი, თითო უჯრა თითო თვალია ვიცით, 3 თვალი მოიქსოვება ისევ იგივე ფერი, რაც არის ფონი. ერთი თვალი კიდევ ჩაემატება თეთრი, ჩემ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ 3 იგივე, 1 თეთრი, 3 იგივე, 1 თეთრი. მოდით ახლა ეს გავაკეთოთ ქსოვის დროს. კიდევ და ყოველთვის და უამრავ ვიდეოში ვხსნი როგორ ვგსოვ ორი ძაფით და თუ გინდათ რომ მიაჩვიოთ ხელი და ისწავლოთ. ასე იხვევთ, ასე პირველ მეორე თითზე, აი ასე დაიხვევთ რომ ერთნაირი სიგრძით დაგრჩეს და აი აქ წინდიდან, ასე ვთქვათ, ჩემი დამწვარი თითები. აი ასე, ხო? ახლა პირველი მეორე, უკაცრავად პირველი მეორე, ხო, ზედა ქვედა. ქვედა ძაფიდან ზედა ძაფი გამომაქვს, ამოვატარებ, ჩამოვკიდებ, სულ ვიმეორებ, შეიძლება შეწუხდეთ, მაგრამ აი რომ მაინც კითხულობთ შემდეგ რომ როგორ იხვევ, როგორ გსოვ. აი ასეთნაირად დაგრჩებათ, აი შემდეგ ორივე ძაფი აქ მოხერხებულად რომ მოგსოვოთ, ჩვეულებრივ ამოიყვანოთ თვლები. ახლა მე ვთქვი ორი თვალია დასაწყისში ფონი რაც არის ლურჯი ჩემ შემთხვევაში და ვიწყებ დათვლას 1 2. შემდეგი მოცემული მაქვს მე აქ რომ სხვა ფერი უნდა ჩავსვა და ჩემ შემთხვევაში არის თეთრი. ერთია იქ და ერთი ამოყავს მეც. შემდეგ 1 2 3 თვალი მოგსოვეო იგივე რასაც ვგსოვდი და მოვგსოვ ჩემ შემთხვევაში ლურჯს 1 2 და 3. შემდეგი ისევ თეთრი 3 ლურჯი, ისევ თეთრი 3 ლურჯი, ისევ თეთრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ რა ფერსაც აირჩევთ, იმ ფერებით მოგსოვთ. აი ასე 3 ლურჯი, 1 თეთრი. 3 ლურჯი, 1 2 3
გადავდივართ. ახლა ეს ძაფი უნდა გამოწიო, გამოშალო, ისევ შეაბრუნო და ისევ ასეთნაირად უნდა ასე ჩამოკიდო. ამან ასე რომ იცუროს. ახლა 3 ლურჯი, შემდეგ 1 თეთრი. აქ სულ ასია ეს რიგი პირველი აი ამ სქემის, მთლიანად ასია მოცემული და მეც სულ ასე მოვხსოვ. აქ არაფერი სხვა არ არის, მეუბნება 3 ლურჯი, 1 თეთრი, ბოლომდე 1 რიგი ასე მოგხსოვეო. 1, 2, 3 და 1 თეთრი. 1, 2, 3 და აქ კიდე მოვამატებ გამოვშლი ამ ძაფს, ისე ჩამოვკიდებ იქ. 1 თეთრი, 1, როცა სქემებს, აი ასეთ სქემებს გსოვთ, ორნამენტებს, ნაჭრელას, რასაც გსოვდეთ, სულ უნდა თვალოთ, ყველა თვალი უნდა დათვალოთ, ფერი იქით წაიღო, ფერი აქეთ წამოიღო, საით მოგსოვო, როგორ მოგსოვო, ფიგურა როგორ გამოიყვანო, სულ უნდა თვლიდეთ თვლებს. 3 და 1, 3 და 1. არ შეგეშალოთ დათვლაში რაც გაქვთ სქემაზე მოცემული, თორემ გამოვა სულ სხვა რამე. და ისევ უკან მოგიწევთ დაბრუნება. აი ეს კიდევ გამოვწევ, დაიხვევთ კარგად და ისევ სულ ასე უნდა იყოს ეს ჩამოკიდებული, რომ ასე გსოვოთ. შემდეგ 1, 2, 3 თეთრი. 1, 2, 3, 1 თეთრი. 1, 2, უკაცრავად. 1, 2, 3 და 1 თეთრი. 1, აი ახლა ნახეთ. ჩვენ მოვედით საიდანაც დავიწყეთ. 2 თვალი ავიღეთ თავიდან, რადგან აქ 2 თვალი მქონდა დასაწყისში, ასე იყო დაწყებული სქემა. და ნახეთ რა კარგად მოვიდა. ბოლო ის 1 თვალიც მესამე, 3 ხო აშუა და ემატა ლურჯი. მაგრამ აი ბოლოს რომ მოვა სქემა, არ ვიცით როგორ იქნება, მაგრამ აქ როგორც იქნება, ისე იქნება. ეს არის დასაწყისი და დასასრული. აქ ვერც ჩაამატებ, ვერც მოუკლებ. ამიტომ სქემა როგორც მოხდება და ჩვენ ასეთი ნაპირები, ჭრელი წინდების შემთხვევაში შიგით მხარეს ფეხზე როგორ მოვაქციოთ, ეს წინა ვიდეოებში გვაქვს ნათქვამი ქსოვის დროს, როცა ქსოვდით ჩვეულებრივ ჭრელ წინდებს. ვიწყებთ შემდეგ რიგს, აი შემდეგ რიგს. აქ ვართ ახლა. ნახეთ, ახლა 1 თვალი მოგხსოვეო, ჩვეულებრივი ფონი, ლურჯი ამ შემთხვევაში, რასაც გხსოვთ და თეთრი მერე. მერე ისევ ლურჯი. ჩვენც ასე დავიწყოთ, აქ 2 თვალი გვაქვს. ახლა 1 მარტო მოგხსოვეო და აი 1 თეთრი მოგხსოვეო შემდეგ. ახლა თეთრი რო გვაქვს. შეხედათ წინა თეთრი აქ ლურჯია ამყვანილი, იმიტომ რომ ცარიელი უჯრა და ჩვენ ცარიელი უჯრები ამ შემთხვევაში ლურჯი ფერი გვაქვს. წინა თვალზე, როცა მოვხსოვეთ ჩვენ აქ და თეთრი იყო, ახლა ლურჯია. შემდეგ ისევ თეთრია, შემდეგ ლურჯია, თეთრია და ყველა წინა რიგზე ამყვანილი ლურჯი თეთრ თვალზე აუცილებლად ლურჯი უნდა მოხვდეს. მთელი რიგი მოიქსოვება 1 ფერის ცვალებით, ვცვლით ფერს თითო თვალზე, მაგრამ იმის მიხედვით, რომ ქვედა თეთრი თვალი ლურჯი იქნება. აბა რას ნიშნავს ახლა ეს? ნახე, ქვედა თეთრი თვალი ლურჯი იქნება, აუცილებლად. შემდეგ მოსდევს ლურჯს თეთრი, თეთრს ლურჯი, ლურჯს თეთრი და ქვედა თეთრი თვალი აუცილებლად ლურჯი იქნება და აუცილებლად ასე მოხდება ყველა თუ შენ სწორად განსაზღვრე და გადათვალე და ამოიყვანე, იმიტომ რომ ამ რიგზე გვეუბნება, რომ თითო თვალია სულ, აი ლურჯი თეთრი ფერი ცვლის ერთმანეთს. მხოლოდ აუცილებლად თეთრზე უნდა მოხდეს
ლურჯი წინა რიგიდან, აი ამას ვამბობ, ეს არის წინა რიგიდან თეთრი, აუცილებლად უნდა მოგსოვო ლურჯი. შემდეგ ცვლი ფერებს და ცვლი და აუცილებლად ასე იქნება. თუ სწორად გადათვალე და სწორად მოგსოვე. აი ნახე. როგორც გვაქვს აქ ერთი თვალი 1-1-1 და თეთრი თვლები წინა რიგიდან აუცილებლად ლურჯია. აი თუ სწორად დაიწყებ თავიდანვე. თუ გინდა, ახლა აქ ნახე სქემა როგორ გვეუბნება დასაწყისი ხო იყო ეს 2 ლურჯი და თეთრი, 1 ლურჯი და თეთრი. თუ გინდა ასე განსაზღვრე, აქ თითო თვალი იცვლება და ქვევით თეთრი როა ლურჯები გაიანგარიშე და იმის მიხედვით გადაანაწილე, რომ სულ თითო თვალი უნდა გამოგივიდეს თეთრი ლურჯი. როგორც გაგიადვილდება, შემდეგ უკვე მიაჩვევ თვალს, ხელს და ძალიან ადვილად წაიკითხავ სქემას. ეს ლურჯი იქნება, რადგან იქ თეთრია, ეს თეთრი იქნება შემდეგი და შემდეგი ეს ისედაც ლურჯი უნდა იყოს და თავისთავად შემდეგი თვალი ლურჯი იქნება. აი ასე. აი ეს თეთრი ყოველთვის ლურჯი იქნება. ეს თეთრი და ასე სულ 1-1-1. ეს აუცილებლად თეთრი ლურჯი იქნება. რადგან ეს გვჭირდება შემდეგ ჩვენ, აი ასეთი ფიგურის გამოსაყვანად. ეს რიგი მთლიანად ასე მოიქსოვება. 1 ლურჯი, 1 თეთრი. აი ბატონო, და ეს რიგი მოვგსოვეთ, დამთავრდა. ახლა რას ვაკეთებთ? შემდეგი რიგი. ნახე, აი ახლა აქ ვართ. მოვგსოვეთ ეს რიგი, მოვედით ისევ აქ ვართ. ყოველთვის აქ ვიქნებით, როცა რიგი დასრულდება, ირგვლივ ვგსოვთ წინდას. ახლა ნახე, აი ეს წავიდა და აი აქ გავა ახლა უყურე. აი როგორ. ეს ხო იყო აქ თეთრი, შემდეგ გადმოინაცვლა აქეთ, ახლა აქეთ გადმოვა. აი ასე, აი მიდის, როგორც აქ 1-2 და აქ გამოვა ახლა, აი ეს აქ გავა. სამაგიეროდ ეს აქეთ მოდის. აი სადარჩება ბოლოს თეთრი, აი სადარჩება თეთრი, როცა აქედან დავიწყეთ. ეს იქით მიდის, ეს იქით მიდის. 1-2-3 თეთრია, უკაცრავად 3 ლურჯია, 1 თეთრია, 3 ლურჯია, 1 თეთრია. როგორც აქ იყო, მაგრამ თეთრი აქ იყო, ახლა აქ არის. ახლა ეს ვნახოთ აქ. ეს თეთრი მიდისო იქ ვთქვით, უკვე ნაპირიდან იწყება, აი როგორც სქემაზეა. კარგი, პირველი თეთრი ამოიყვანეო ხო გვეუბნება სქემა და ჩვენც პირველი თეთრი ამოვიყვანოთ. ახლა 3 ლურჯი მოგსოვეო. საიდან მოვიტანე ახლა მე 3 ლურჯი, ნახე 1-2 და 3. შემდეგ ისევ თეთრია. აბა ვნახოთ. აი, აქ თეთრია. ახლა 1-2-3 ლურჯი. და შემდეგ თეთრია. ერთი ლურჯი, 2-3, შემდეგ თეთრია. 1-2-3, შემდეგ ისევ თეთრია და 1-2-3 ლურჯი. აი, ჩვენ ახლა ვგსოვთ აი ამას.
3 ლურჯი 1 თეთრი, 3 ლურჯი 1 თეთრი. და თუ ჩვენ დასაწყის სწორად განვსაზღვრავთ, საიდან რომელი დავიწყოთ და საიდან დავთვალოთ, აუცილებლად აი ასეთ ფორმას მივიღებთ. სამი ლურჯი 1 თეთრი. ერთი, 2, 3 ლურჯი 1 თეთრი. თეთრი აქ ყოველთვის ლურჯზე მოიქსოვება, რადგან აი აქედან ზუსტად ლურჯზე უნდა მოქსოვო, რომ აქ დაჯდეს და ეს თეთრები აქედან მოვა, აქედან მოვა. ამ შემთხვევაში გამოგივა სწორი მიმართულებით მოქსოვილი თვლები. 1 თეთრი, 3 ლურჯი 1 თეთრი. ვაგრძელებთ აქ გადავაბათ. ეს ძაფი დაიხვევ თავიდან, შეგიძლია მოშალო თუ ვერ აგრძელებ ასე ახლა როგორც მე ვგსოვ, ხო, დაიხვევ და შემოატრიალებ როგორც ვთქვით თავიდან და ისე დატოვებ. თან გამოშლის შემდეგ ქსოვის დროს როგორც გჭირდება. აი ასე. ახლა 1 ლურჯი 2 3 1 თეთრი, ეს მთელი რიგი ასე იქსოვება. 1 2 აი ასე გამოშლი ამას, ოღონდ ეს აუცილებლად ისევ ასე უნდა ჩამოგიდო. 2 3 ლურჯი 1 თეთრი. 1 2 3 ლურჯი. აი ჩვენ მოვედით ახლა უკვე მგონი მთლიანი რიგი მოვგსოვეთ, აი ზუსტად კუთხეში ვართ ახლა ნაპირას. ახლა შემდეგ რას ვაკეთებთ? ეს მოვგსოვეთ, აი ეს რიგი. ახლა ნახე, აქ არის მთლიანად ლურჯი უნდა მოვგსოვოთ, აქ თეთრი არ არსებობს, იმიტომ რომ არ გვეუბნება, რომ აქ სხვა ფერი რამეა. ეს არის მთლიანად ლურჯი, რახან ცარიელი უჯრებია, ეს ვიცით, რომ ფონი რაც არის, იმ ფერზე ვგსოვთ. ვგსოვ ახლა ერთი ძაფით, ამ ძაფს გარეთ აქეთ არ დავტოვებ, აი ასე გადმოვიტან, ჩავაბრუნებ და ამ ძაფის, რომელითაც უნდა მოვგსოვო, შიგით მხარეს დავტოვებ. ახლა მთლიანად მოვგსოვოთ ლურჯი ძაფით და შემდეგ გამოჩნდება რა გავაკეთეთ. კომენტარი ვნახე, ერთი და იგივეს რატო გსოვთო, სხვა რამე ახალი მოგსოვეთო. არ ვიცი, ახალი ამ კომენტარის დაწერას ჯობდა დაგეწერათ რა გინდოდათ, იმიტომ რომ მე რაც მე მსურს იმას კი არ ვგსოვ. მე არაფერს არ ვგსოვ. ეს 300-ზე მეტი ვიდეო დევს ჩემი და რაც არის, ყველა არის ვისაც რა თემა აინტერესებდა, ის არის ჩაწერილი და ბევრი თემები აქ ჟაკეტებზე და ჯემპრებზე ჩასაწერი, რომ აინტერესებთ. და უბრალოდ მე ვერ ვიცლი, ვერ ვახერხებ, რომ ყველა ვიდეო და ყველა ვისაც რა სურს, რომ ჩავწერო და გამოვიტანო. მე არაფერს არ ვწევ. ყველა სქემა არის ჩაწერილი, ვისაც რომელი აინტერესებდა და ყველა წინდა თუ ქუდი თუ რაც არის, რა ვიცი, არის რაც აინტერესებდათ. ისაა მოქსოვილი და ის ვიდეო დევს. დაგეწერათ რა ვიდეო გაინტერესებდათ, ამ ფოტო ჩამიგდეთ, აი მანდარის, აი ნახეთ ახლა ჩვენ გავაკეთეთ ზუსტად აი ეს. ახლა ნახე, ეს ხომ მოვგსოვეთ. შემდეგ გვეუბნება, რომ ჩემ შემთხვევაში თეთრით ვგსოვ, ხო, ეს რაც არის აქ ჯვრებით მოცემული ლურჯი ფერი, ვგსოვ მე თეთრს. ახლა ერთი რიგიო მოგსოვე მთლიანად თეთრიო, აქ არ არის სხვა ფერი არაფერი, მხოლოდ თეთრი მოგსოვეო ერთი რიგი.
მოდი ახლა მე შევცვლი ფერს და ერთი რიგი მოვგსოვოთ თეთრი. ამ ძაბს, რომელსაც ვტოვებ, შიგიდან წამოვიღებ, აი აქ დავტოვებ, ახლა ფერს ვცვლით და აი მოვახვევ და ასე დავტოვებ ამ ძაბს. აი ასე შემდეგ რომ გადავაბად ფერი, ხო? ეს უკვე დიდი ხანია ყოველთვის და ყველგან ვსაუბრობ ამაზე და ახლაც აი ვამბობ, რომ აქ დავტოვოთ სხვა ფერით, როცა ვიწყებთ ქსოვას, შემდეგ რომ ფერი რიგი გადაებას ერთმანეთს. და ვქსოვთ ახლა თეთრით მთლიანად. ხო, და მანდ არის Facebook-ის ლინკიც, სადაც ამ YouTube არხზე ჩემთან, შეგიძლიათ იქიდან წამოხვიდეთ Facebook-ში და იქ მომწეროთ, რომ რა გინდათ, რა გაინტერესებთ, ფოტო ჩააგდოთ, ბევრი ასე აკეთებს მესენჯერში, ფოტოებს გზავნის, რომ აი ეს სქემა მინდა, აი ეს მინდა მოვგსოვო, ასეთი სტილი მინდა, როგორ მოვგსოვო, რეგლანი თუ რაც არსებობს და თუ რამე გაინტერესებთ, ანაკ დატოვეთ კომენტარი და ან მესენჯერში გადმომიგზავნეთ რა გაინტერესებთ და იმას მოვგსოვთ. თუ ერთი და იგივე, ალბათ ამას კითხულობენ, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვისაც რა ინტერესებს, მე იმ ვიდეოებს იმას ვგსოვ და იმ ვიდეოებს ვტოვებ. ჩემთვის არც ერთი არ არის ახლა ეს განსაკუთრებულად, რომ მე რომელიმე მოვინდომე და ჩავწერე. რა თქვენთვის საინტერესო იქნება, მე ჩაგიწერთ იმ ვიდეოს, იმ თემას. თეთრიც მოვგსოვეთ. აი აქედან გავდივართ ბოლო თვალზე, ბოლო თვალთან ერთად ამოყავს დატოვებული დამატებული ძაფი და აუცილებლად აქედან გავდივართ და ასე გამოყავს, რომ ის წინა ფერი ქვევით მოხვდეს და რიგი გადაებას ფერი, აი ასე. აი როგორც აქ არის, ნახეთ? სხვა შემთხვევაში ეს ასე მოხდებოდა. თეთრიც მოვგსოვეთ. შემდეგ აქ აღარაფერი არ გვაქვს, სქემა აღარაფერს გვეუბნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ლურჯით მოვგსოვ მე, ჩვეულებრივად გავაგრძელებ ქსოვას, ეს სქემა დამთავრდა, ჩანს, ფერი შევცვალე და აუცილებლად დავტოვებ აი აქ, მოვახვევ ასე და ვიწყებ ქსოვას. კომენტარი იყო კიდევ, რომ ჯემპერი თუ ჟაკეტი მოგქსოვეს და დახმარება ჭირდებოდა, დაგიტოვეთ მე თქვენ იქ Facebook-ის ლინკი, თუ წამოხვალთ და მესენჯერში გადმომიგზავნით, რა იყო, რაში გჭირდებათ დახმარება, ვნახავ და დაგეხმარებით. ოღონდ უნდა გადმომიგზავნოთ ის რა გააკეთეთ და რისი შეცვლა გინდათ. ერთი სიტყვით ადრე თუ გვიან აუცილებლად ვნახავ თქვენ კომენტარებს, რასაც ვტოვებთ და დაგიტოვებთ პასუხებს, ამიტომ იმ კომენტარს მიაკითხეთ ხოლმე და ნახეთ. ნახეთ, ბოლო თვალი და დამატებული ის მოხვეული ძაფი. აქ თვალი არასდროს ამოიყვანოთ, დამატება არ გვინდა ჩვენ თვალის, ჩვენ უნდა გადავაბად ფერი რიგზე. აი ასე. და გავაგრძელებ ერთ რიგს კიდე მოვგსოვ, რომ გამოჩნდეს ჩვენი ნამუშევარი. ხევსურული წინდების რამდენიმე ვარიანტი ადრეც სულ თავიდან პირველ ვიდეოებში გვაქვს რამდენიმე მოქსოვილი, რომ ორი ძაფით ქსოვას უფრო სწავლობდით მაშინ, ვისაც უნდოდა დაინტერესებდა, მაგრამ დავიწყოთ ახლა უკაცრავად. დავიწყოთ ახლა თავიდან ძალიან ადვილი სქემებით და მივყვეთ ამ ხევსურულ ორნამენტებს თუ სქემებს თუ რასაც და ვისაც აინტერესებს მოგხსოვს.
მიაჩვევთ ხელს ორი ძაფით ქსოვს და მოგსოთ. ძალიან ადვილია, არაფერი ძნელი და რთული ამაში არ არის. აბა, ახლა უნდა ვნახოთ რა გავაკეთეთ. თუ გავს იმ სქემას ჩვენი ნამუშევარი. აი, ეს არის კიდევ ერთ-ერთი ხევსურულ-წინდებში და წინა ვიდეოში რაც მოვგსოვე, ისაც და ესაც არის უმეტესად დაახლოებით უფრო სქემების გამომყოფი პატარ-პატარა სქემები, რაც ყველაზე ადვილია, იოლია, აქედან თანდათან შემდეგ გადავალთ და გადავალთ უფრო და უფრო სერიოზულ და დიდ სქემებზე, ასე ვთქვათ, თუ რაც არის და როგორც არის. აი, სქემაც აქ არის, გამოგადგებათ, ეს შეგიძლიათ ამობეჭდოთ და შემდეგ ყველგან გამოიყენოთ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეს.